თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველ ლედის თურქეთის პირველმა ლედიმ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, სადაც მათ შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. თამარ ბაგრატიონმა ემინე ერდოღანის ინიციატივა სახელწოდებით ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება ხელი მოაწერა. აღნიშნული დეკლარაცია გარემოს დაცვის ნარჩენების მინიმიზაციისა და გადამუშავების პროცესების ხელშეწყობის მიზნით 2017 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა ნარჩენების მართვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული დეკლარაცია წლების მანძილზე გლობალურ პროექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ხელს აწევს 112 ქვეყნის 15900 წარმომადგენელი. თამარ ბაგრატიონის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნულ მნიშვნელოვან პროექტს საქართველოს შეუერთდა. შეხვედრის დასასრულს ემინე ერდოღანმა საქართველოს პირველ ლედის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა.